мотивация. კი ბატონო, იმიტომ რომ მართლა არაფერზე არ არის ებრძოლა, არც რეიტინგზე, არც კამარზე. მოდით ტექნიკურად ბრძოლაზე ვილაპარაკოთ. გოგია შოუდან ბრძოლას ჩვევია. კორტავა ნოკაუტიორი არის. მე მგონი ეგეთი ბრძოლა ჩატარდება, გოგია უკანა ფეხზე იდგება, უკან იulis საფრთხის მოშორებაში, საფრთხიდან გაქცევა შეეცდება მოშორებას. ბექა კორტავა წავა ნოკაუტზე, მithumetes იმიტომ რომ ხელთათმანები არაცვია და დარტყმა უფრო ძლიერად აჩდება. აი კიდე ერთი ძლიერი დარტყმა და კლინჩი შედიან ისე. კი, ელგუჯა გოგია კარგად ახერხებს ყოველთვის გადაადგილებას ბორბლებში და ის ხშირად ახერხებს მისი შეტევების ხარისხის ზრდას სუფთა კრივის დინამიურობა. მაგრამ ეხლა როგორც ხედავ კლინჩი შედის უფრო გოგია და ცდილობს რომ ცოტა დაღალოს ბექარო დარტყმის და დააკლოს. ეს სწორი გაცვლა, იმიტომ რომ ვიცით ბექა კორტავას ძალა, ვიცით ბექა კორტავას გან მომავალი საფრთხე და ვიცით ის რომ ბექა კორტავას ერთი დარტყმაც კი შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს. MMA-ის მებრძოლია, ორივე შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლია და ჭიდაობას იყენებენ და ორივე გამოიყენა ახლა ბრძოლაში უკვე ჭიდაობა. ანუ თითქოს ჭიდაობით დაჯაბრით ერთ ერთი ვერ დაჯაბნის მეორეს. აი კლინჩი აქეთ გოგია შედის, იმის მიღებად რომ ბექა კორტავამ კარგად იცის ჭიდაობა, ნუ ორივე მიცის კარგად ჭიდაობა. ძალიან ტექნიკური დაპირისპირება გვაქვს. ესე გიჟურად არც ერთი მებრძოლი არ არის და კორტავა გიჟი ფარმირების ერთმას ცდილობენ რომ ის ერთი გაფრთხილება მიიღო ახლა იღებს გოგია რომ მე მგონი რომ თავს ძალიან დაბლა ხრის ეგრეც არის ხშირად ირღვევა ეს წესი მაგრამ ბეგაძე ცდილობს ეს წესი დაიცვას რომ არ დაირღვეს ოჰო გაცვალეს კონკურენტული ბრძოლა ამის ნახვა მინდოდა ზუსტად ორი ძნაკაცი რომელიც უკან არ დაიხევა დაწუნებული ვარ ეს ბრძოლა ყველა მელოდიის გადააჭარბა ნეტა ეგრე იყოს. კეიფაში მოხდა და ხო ისევ თავის დაწევაზე ელაპარაკება კორტავა კიდე მოაწყა. კიდე ჰუკი. ძალიან